მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, განწყობა როგორი გაქვთ? რა გადასარევია? დღეს აქ ძალიან დიდი ჟღერადობა იქნება, რადგანაც ვიწყებთ ყველაზე ენერგიულ და მხიარულ თამაშს ქართული ლიგა. დღეს მე-13-მეოთხედფინალური შეხვედრა, დღევანდელ მეოთხედფინალში 5 გუნდი ითამაშებს. მაშასე, ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. გუნდი ქუთაისიდან ჯენსი თაობა. მათპინძელი გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ. თბილისის გუნდი 10 ქულა. და ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. გუნდები ხო დავტოვოთ და გადავინოსოთ კულისებში და მოვემზადოთ პირველი კონკურსისთვის. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. ძალიან მარტივი. სანამ ჩვენი გუნდები მოემზადებიან, მე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მეოთხედფინალი ორი ეტაპისაგან შედგება. პირველი გუნდები თქვენს წინაშე წარსდგებიან იუმორისტული ნომრით, ხოლო მეორე იქნება ლიდერების კონკურსი. შემდეგ ეტაპზე 3 გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას. თუ რომელი გუნდი დაძლევს ამ ეტაპს და შეძლებს ნახევარფინალში თამას, მას ჩვენი ჟიური გადაწყვეტს. მაშასე წარმოგიდგენთ ჟიურის წევრებს. მანსაკანის პრეზიდენტი და ქართული ლიგის ორგანიზატორი ნიკა მახვილაძე. თავისივე სახელობის ღამის შოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. ტელეწამყვანები ნიკა გოგვაძე და გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა. ჩემი მეგობარი მუსიკოსი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი. ძიუდოისტი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ილია სულამანიძე. ამ საღამოს კი ჩვენ გავუძღვებით უმშვენიერესი ბაბი კირკიტაძე და სოპრანო ჯიმი აბესაძე. სანამუშაულო თამაშს დავიწყებთ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას გაწეული დახმარებისთვის. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სეულს ჩვენი პროექტის მხარდაჭერისთვის. მაშასე დავიწყოთ ჟიურის წევრებს ვეთქვი, რომ იუმორისტული ნომრით შეფასების მაქსიმალური ქულა არის 10. მზად ვართ, რომ დავიწყოთ პირველი კონკურსი და პირველი თქვენ წინაშე წარსდგება ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. ჩენილი გუნდი ჭირიმე. ისე ეს ახალი ავტობანი კაია, მაგრამ ძალიან ბევრი გვირაბის გავლა გვიწევს. აი ვარ თქვა რა. სამაგიეროდ ხაშურის გავლა აღარ გვიწევს. ხო, იხუმრე თქვენ მაგ ხაშურზე და ზიობიძიას მაგივრად, მე ბაბუა ჩემი და გიშვიფინებ და თიანებს. ნიკა, შარშარო ინგლისურის მასწავლებელთან დადიოდი. წელსაც აპირებს იარულს. არა, რას რა პირებ, კაცო, შარშანას მთელი წელი სულ ყუილა ვიარე. რატო? მე ინგლისური ვერ ვისწავლე და მასწავლებელმა ნარდი. ნიკა, თუ საიდუმლო არ არის, მამა შენი ვის აძლევს ხმას? ვისა და ის რო არის, მაგრა რო ასხიათ ესი გირჩი. საწყალი. თუ არა და გუში ვნახე იცინოდა. ხო და იცინო და მიტუაზეს მაგაც ხმას.
აი, ახლა დავანებოთ ამ პოლიტიკას თავი არ არის ჩვენი საქმე და გუნდში ერთი გოგო რო დაგვემატებია, არ იქნებოდა ცუდი. კი რა. ესა უკაცრავად რომელი აუდიტორი? აუ ბიჭებო, სარცი ხომ არ უი, ეს თეო არ არის. აქ საიდან გამოგვეცხადე? მე აქ ვსწავლობ ჯავახიშვილში. თქვენ საიდან მეეხირეთ აქ, რავინ დამინახოს? ჩვენ ქართულ ლიგას ვთამაშობთ. თუ გინდა დაგიმატებთ. დაგიმატებთო. რამჭირს ბიჭო, თქვენი დასამატებელი. თქვენ ხელა რო ვიყავი საუკეთესო გოგო მოთამაშე დამასახელეს. ეთყობა, იმ სეზონზე სხვა გოგო არ თამაშობდა. აი, რატო უნდა დაგეხმაროთ? იმიტომ რომ ბოლო ხარაგოულელი ხარ. ჩაგივარდა ენა, მოდი სახელმთელო აკეს და უნივერსიტეტს. აი რა, ხო ხედავ, ცუდ სიტუაციაში ვარ და გამოგვიცხადი ახლა კაი სიტუაციები. კაი ხო, ჯანდაბას თქვენი თავი. მაშ ასე ძვირფასო მეგობრებო, ნახოთ პირველი სიტუაცია, დაბნეული მოსწავლე. აჩი აბა გამოდი ჩამაბარი გაკვეთილი. ის ყვა და შეფარდებული კოსინუს ალფა იქ დამახსოვრებული 5, მიმატებული 1000, გამოკლებული 5 უდრის 1000. აჩი! რას აკეთებ? უი! ალფას რა უნდა და ბოდიში მას. ის ყვა დამატებული ფესვი 5-დან იქ მასურებთ 2-ს, გამოკლებული 5 კოსინუს ალფა უდრის. შემოვხედე! ვინ ვარ მე? უი დედა რამ გამომაშტერ ბოდიში მას ბოდიში დიდგორის ბრძოლა ჩატარდა 1000. შემდეგი სიტუაცია უჩა ხარაგაულის მეორადების მაღაზიაში. არა, ჩაცმა არის ადამიანი. რა კითხო, შენი ზომა არ მაქვს? შემდეგი სიტუაცია პაემანი ხარაგაულში. თეო ხო, დღეს საღამოს რას აკეთებ? დღეს საღამოს არაფერს. და ხვალ საღამოს? ხვალ საღამოსაც არაფერს. რა უნდა გააკეთო ხარაგაულში? და ზეგ საღამოსაც არაფერს. რავა? რავა და უსაკმული ჩემი თავი მეზარება მე შეიყვანი ახლა ამნაირი ქალი ოჯახში. და ბოლოს ჩვენი მისალმება მინდა დავასრულო მამაჩემის სიტყვებით, რომელიც მისალმების დაწყებამდე ტელეფონში მითხრა გადმამინეკები ჯوار მაქვს სალაპარაკოი. თქვენს წინაშე იყო სიმინდის სარჩევიდან პირდაპირ ნახევარფინალში ასარჩევა ჩამოსული გუნდი ჭირიმე. ხარაგაულის გუნდი ჭირიმე მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს და მის მერს ბატონ ყობა ლურსმანაშვილს გაწეული დახმარებისთვის. შემდეგი მონაწილე გუნდი ქუთაისიდან ჯენზი თაობა. ვა, ჯიმის გამომარჯოს. ეხა ისეთი გახარებული ვარ. წინა თამაში რო გოგო იყო, ჩემ გვერდ ჯენზი ლექსიკონს რო აკეთებდა.
ძლივს მე ვიშორე, ამე ვითქვის სული. Hello, პრივეტები. ვაიმე, ჟიური ძალიან ჩემები ხართ. გოგო, რას გადამეკიდე? ვაიმე, რატო გჭირს ობსესია? და ჯერ ეგერთიც, მე შენ საერთოდ არ გელაპარაკებოდი. ჟიური ხო იცი? კი, ძალიან ჩემები რო არიან, ეგეც ხო იცი? კი. ხო და მაგენს ველაპარაკებოდი. ასტა, მე რეაგიხსნი რა ვაიბები რა არის, არ მაქვს ხა მაგის ნერვი შენი ჭირი. ვაიმე, ასტამა, რა სხვანაირია წინა თამაშის მერე? ვაიმე, ასტამ, რა გლოუაფი დამიდე. მაგასაც მე რეაგიხსნი ხო? ბარო გაბუ. ისე გაბუს სულ ტორპედოს მაისური რატო ეცვა? გაბუ, ტორპედოს ფან პეიჯი და რამე. ეს ილია რა? რა განსხვავებული სტილი უყვარს ამ ბიჭს. ვაიმე ილუ, რა დუბაის შოკოლადი ვითხირებული ხარ? შენ შოკოლადი ჯიმის გვერდით უნდა ნახო. ბაბი, ეგ მეც დავა close friend-ე. მარა ჯიმიზე ვერაფერს ვერ გეტყვი. ჯიმის რას არჩი, მოჩივით კაცია? გოგო, გამანები თავი. მოდი ბიჭაგერ. Sorry. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა სჭამს ჯენზი თაობის ბავშვები. ესე იგი, დილას კარტოფილი ტყემალთან, შუა დღეს კარტოფილი კეჩუპთან და საღამოს free jalapenios-თან. ჩვენ თუ ეს თამაში წავაგეთ, არ გვეწყინება. დავაედითებთ მაინც. მეგობრებო, მისანმება დავამთავრეთ, ხო? არა, ჯერ ეხლა დავიწყეთ. მაშინ გადავიდეთ სიტუაციებზე. ნახოთ ქუთაისელი კბილის ექიმი. და სიცხე. მოდი ნახოთ თანამედროვე ბაბუა და შვილიშვილის ცეკვა. ბაბუ! მოდით ნახოთ დისკოტეკა ჯენზურად. ვაიმე საბარა, კაი გოგოები არიან რა უთხრა. გამარჯობა. გამარჯობა. ვაიმე, გამარჯობა, რა უთხრა? გაგიმარჯოს ხო? გაგიმარჯოს. გაგიმარჯოსო. როგორ ახარ? კარგად, შენ? მე კი არა, იმას ვიდეო. როგორ ახარ? ვაიმე, როგორ ახარო, რა უთხრა? შენც კარგად, მეც კარგად. კარგად, შენ? კარგად, შენო. ხო არ გავისეირნო თქო? ხო არ გავისეირნო. ვაიმე, რა უთხრა? კი. კი. ჩვენ თამაში სიტყვებია ჯენზური, ყველა მომწვანია თუ ხევსური. რომ გამოხდა ჩვენი ბიჭი არსენა, მაპირველად ჩემი სიტყვა ახსენდა.
მადლობა ბავშვებო, ჯენსი თაობა, მადლობა სუხთის ქუთაისის ავანგარდის ძის პროდუქტების კომპანია შპს ათინასთვის და მის დირექტორს ანდრია ღვინიფაძეს, ასევე ქუთაისის მერიას გაწეული დახმარებისთვის. მაშასე შეეგებეთ მასპინძელი გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ. Ras gals, ჩვენი მოედანი არის არ დავზოგოთ თავს თავს უამრავი გუნდები ზოგი აკეთებს რას ხოგიცეკავს ზოგი მღერი ზოგი კიდე დგას ხუმრობები ვჭირდებით დათვასითის ვჭირდებით თქვენ თუთაში დგავხნევთ ჩვენ კი შოუს ვირდებით ქართულად რომ დავასრულოთ არ ვიქნებით შონომალი ჩვენ ვიქნებით დვალიშვილი ორივე რაუნდში ბოი მოგესალმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ამაშის მერე ჩვენმა ჟიურიმ გითხრათ დედა ბავშვებო რა კარგად გამოიყურებით ღმერთმა გამრავლოთო და მართლაც გვამრავლა ოპა ფესტივალზე ყველა გუნდის თამაში ვნახეთ და მივხვდით რა აკლია ქართულ ლიგას და თესეოს ხო და გუნდში დავიმატეთ გურული ხო და ახლა თორნიკე გუნდში რო დაგიმატეთ გვითხარი რა ჩამოგვიტანე ლანჩხუთიდან ლანჩხუთიდან ჩამოდია ლანჩხუთელებიდან მე ჩამოვედი ოზურგეთიდან და ნუ დაიწყებთ ახლა აი ოზურგეთელიაო და ჩქარიაო და სტრაფიაო ჩვენ ვართ შხარტეები შხარტია ჩქარია ლანჩხუთია და ოზურგეთია ეგაცო გავიგე მაგრამ რა ჩამოგვიტანე რა აჭარული ხაჭაპური მომინდომა ახლა მეგრელი ქალის მოტყუება რა უნდა ბიჭო აჭარულ ხაჭაპურს ოზურგეთში აჭარულ ხაჭაპურს რეიზა რა უნდა ოზურგეთში მანდა მაინც აჭარაში უნდა იყოს მარტო აგერ სამეგრელოშიც აი მერეთშიცაა და ვაფშე კახეთში ხომადა არის მასში ახლა ხინკალი თაში თუ ბარში ვევჭამავთ გეყოთ ბაბე ჯიმის იურიდიული რო აქვს დამთავრებული იცოდი გოგო არა გოგო იურიდიული დამთავრებული არ ქონდეს აბა ესეთი მუხლები საიდან აი ჟიური მახა ასე უნდა გვიყუროს აი კი ჩამოვედი ოზურგეთიდან მაგის გულობიზა მაგრამ რა ვიცი ეთიცა ვაიმე ვინა ჟიურში ილია სულამანიძე მედიანი შანსი გაქვს ილია დაგინახე თუ არა 8 წამში შემიყვარდი არ მინდა ოქროს ბეჭედი იყოს ვერცხლის მე გპირდები რომ არც ეს შიდოს არ მიგაღებინე შეიძლება 1 2 მაგრამ მესამეს გპირდები რომ არ მიგაღებინე 66 73 ნებისმიერ წონაში ცოლად გამოყოლა ცხოვრებამ შეიძლება ვაზარზე, იპონზე, ან კავასაკე იპონზე დაგზეს. მაგრამ არა უშავს, ფეხზე წამოვდგებით, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ცხოვრებამ შეიძლება გვითხრას მატე, მაგრამ ჩვენ ვუთხრათ, ჰაჯი მეილია, დარბაზო დამეხმარეთ. ჰაჯი მეილია. აი ახლა გეყავს გოგო მატე მიცანით ხო? ვერა უი ბოდიში ეხლა ხო მიცანით? ვერა როგორ ვერ მიცანით გოგო დაფიქრდი აბა ვინიჯი და საქართველოს ჩეხეთის თამაშზე ხეზე შენ ის ბიჭი ხარ ხო? კი მე ვარ და სხვათა შორის საქართველოს ალბანეთის თამაშზე მაქვს 2 მაგარი ბილეთი 10 ლარიანი და 20 ლარიანი ბილეთები მაქვს ნახე მესამე ტოტის მეორე ფოთოლზე აი ხო დავფიქრდებით რას დაფიქრდებით თუ მყიდველი ხარ იყიდე თორე აგერ ეხა ჯიმი იყიდის და გაყიდის ორმაგად მაგ ბილეთს აი ხო დავფიქრდებით ო კაი დაფიქრდით გავალ მაშინ მე თუ რამე და ხო იცით სადაც უნდა მიპოვოთ
მაინც ხალია. მოდი ვნახოთ მინიატურა, ავტოსაგზაოს შემთხვევა. რასაკეთებთ, ქალბატონო, დამეჯახეთ. ვაიმე, უკაცრავად, მაგრამ თქვენ დამეჯახეთ. საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული სიჩქარით მოვდიოდი, სადაც გადასწრება შესაძლებელი იყო. თან კანონში თუ კარგად ჩაიხედებით, თქვენ არ გქონიათ ეგრეთ წოდებული ციმციმა გამოყენებული, რითაც თქვენს მანევრს მივხვდებოდი. ამიტომ თქვენი ბრალია, გასაგებია. კაი, დაწყნარდით ქალბატონო, ჩემი ბრალია ყველაფერი და გაგიკეთებთ მაგ მანქანას ბოდიში. ოღონდ ეხა უნდა წავიდე. ვაიმე, სანამ წახვალ დიდი ბოდიშით, ხო ვერ მეტყვით გაზის პედალი. მაგრად გამეცინა საღო ბევრი ვიცინე ერთი ჩოულებრივი დღე ოპოზიციაში შეუნამუსო, შემოღალატე, შეორ კაპიკზე გაყიდულო, უციგნურო უსწავლელო. გავერთიანდეთ? გავერთიანდეთ. თქვენ აძირლებო, თქვენ შეუგუნურო, ვინ არის ნაძირალა შემართლა გაუნათლებელო? თქვენ ვიზე რას ამბობ, თქვენ უგუნურებო, თქვენ აი შეუწიგნურო, მართლა და მართლა. ქვეყნის მტერო შენ. თქვენ გავერთიანდეთ? გავერთიანდეთ. თქვენ ნაძირლებო, თქვენ თქვენ უგუნურო, თქვენ შევიზე რას ამბობ, შეუნამუსო შემართლა ვიზე რას ამბობ, შემოღალატე. თქვენ ორ-ერთზე გაყიდულებო, თქვენ ვინ არის გოგო ორ-ერთზე გაყიდული, შემართლა ქვეყნის მტერო შენ. ყოჩაღალეკო გავერთიანდეთ? არა, გენაცვალე, რა უნდა გავერთიანდეთ? მე და ბოლოს ჟიურის წევრებო, ჩვენ თუ ნახევარფინალში ვერ გადავალთ, გახსოვდეს თქო თესეუს სააქტოს დარბაზის გასაღები ჩვენ გვაქვს. ხო და თუ მოვკიდე მე ამ გასაღებს ხელი და წევრი ვიღე ოზურგეთში, ვსდიეთ მე უკან. დიდი მადლობა თქვენს წინაშე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. დახმარებისთვის მადლობა სუხთის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას. შემდეგი მონაწილე თბილისის გუნდი ათიკულა. მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. ანჟელა, ერთ და იგივე ეს თამაშს ყოველ თამაშს ერთ და იგივე ხო რაღაცა მოიფიქრე რა ახალი ხო შეგიძლია რა არის. მაჩვი, ახლა ხასიათზე არ ვარ. ხო და მაცადეთ ორი ამ მიკროფონს. ასაგებია. მაშასე შეეგებეთ გუნდი ათიკულა. ფესტინაშია ქალაქ თბილისის გუნდი ათიკულა. გიორგი, ბიჭო, წინა თამაში გასაგებია. ბოლო აჩვია და მე რა თავის დროზე მოვედი. მე ვარ ამ გუსმები ყველაფერს ვაკეთებ. აქვს უფლება რომ მე გამოვაცხადო ერთ ბოდიში. არა, სისულელებს ნაშვები. მართალი ხარ შენ? ხო და მე მგონი მაქვს უფლება ძალიან კარგად თამაშო, მართლა ჯიგარი ხარ, ეკუთვნის მართლა და მე კაპიტანი ვარ და რა იყო კაცო? რა იყო და მითხრათ ახლა კაი ღვინო, კაი მწვადი. კაი ხინკალი, თუ სადმე იცით მეც წამიყვანეთ. ნახოთ მოზარდი ტარზანი, გთხოვთ? დაღვინებული ტარზანი.
გამარ ბევრი მეგობარი ბიჭი მეხვეწება პაემაზე გავყვე. რა თუნდა ჩემი გაყოლა გოგოს ესე ვერ შეხვდებიან? მაშასე ფილმ ტაქსის მსახიობი დაბერდა. გთხოვთ? თქვენ მინ უნდა მოატყუოთ, თქვენ რომ მოდიოდით, მე აქ რეპეტიციობდი. ნახოთ კადრი ერთ-ერთი განგსტერული ფილმიდან, გთხოვთ? აკეთო არაფერი, ვიდრე არ აკეთო არაფერი. ადლერი, ვაიშიას პატრონს. ნახოთ ტატუ არტისტი ზორო, გთხოვთ? I'm so არი იყო ჯერ სათხართ უფრო მაგარი. მეგობრები თამაშობენ მაგიდის ჩოგბურთს, გთხოვთ? დავიდა. ჩავარდა. არ ჩავარდნა ძმაო. ჩავარდა ახლა რა კიდე ვერ გავიგე რატო ჭინჭი ყველა ხაცესია. როგორც ხედავთ ოდნავ საკამათო სიტუაცია შეგვექმნა? ვინ არის ვე? მე ახალია. ეს ახალია. კაი, მიდი ძმა. ასე რომ მოდი ცოტა შევანელოთ კადრი და უკეთესად დავაკვირდეთ რა მოხდა. ტუკ. დინც. ჩუკ. პინჯი. აუალა, სვაო. აი. როგორც დავინახეთ, ვერაფერს ვერ დავინახეთ. მოდი ცოტა კიდევ უფრო შევანელოთ კადრი და უკეთესად დავაკვირდეთ რა მოხდა. 오, 쑥.
პონკ. ხუტუ. ჩავარდა ძაღლი გინდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეს იყო მოიცე წუთი გიორგი რაღაც ხმას არ იღებ რა გჭირს რაღაცის თქმა მინდა მაგრამ ვერ გეუბნები ხალხში ხალხში რა პრობლემაა მერձები არა მეგობრები არა თქვი კაცო რა პრობლემა არის ეს იყო თბილისის გუნდი ატიკულა მადლობა ბავშვებო ატიკულის მონაწილეები მადლობას უხდიან ერთმანეთს მაშასე პირველი კონკურსის ბოლო მონაწილე ჭიათურის გუნდი შავი ოქრო მოგესალმებით თქვენს წინაშია ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. მეგობრებო, მე ყოველთვის გეუბნებოდით რომ ჭიათურა ყველაზე ლამაზი ქალაქია. თუმცა დადგა დრო რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. რა იყო ბიჭო, დაინახე თბილისი და აჭიკჭიკდი სხვანაირა. ბიჭო, მასადე იქნება ისი თქმა მინდავე. რა ვიცი, სიმართლეს გავუსწოროთ თვალიო და სიმართლე და კაი ჯერ არ გამიგია მე. ხო, კაი, მაშინ შენ უთხარი მაყურებელს რა აქვს ჭიათურას კარგი. მიდი. რა აქვს ბიჭო? ჭიათურაში როცა ცხოვრობ, ყოველთვის გააგვი ორი არჩევანი. მერე? რა იმერე, ცოტა არის ორი არჩევანი. რა გინდა ბიჭო შენე? შენი მოსაწონი ხო ვერაფერი გავაკეთეთ მიდღამში. ხალხო რა ვახარ? ასე შეხედით არ გამეიყურებით გლახად. მე მეუბნები მაგას. შენ გეუბნები ხო? რა გინდა ბოლო გაგვაგებიე? 1000 ხო გითხარი ბიჭო, ჭიათურაზე გლახა არაფერი თქვა თქო. მაინც და მაინც უნდა გიმღერო. იმღერე ბატონო. Mana tu sole che bello ero o sole mio stai in affronti a te o sole mio stai in affronti a te stai in affronti a te Gegi ახლა მოდი ვნახოთ ჭიათურელი გოგონების დიალოგი. გოგო, წეხანა ნათია ჭიხელიძე დევინახე სახსალაგებდა. სახსალაგებდა? უი მე რატო გოგო? დედამთილი ხო კაატყამს ნეტაი? მოდი ვნახოთ ჭიათურელი ექიმი ჰაუსი. საჩხერეში გადიყვანეთ. აქანა ტყუილა ვაწვალებთ ჩემო ძმისშვილო. მოდი ვნახოთ ავატარი ჭიათურაში. ცეცხლი. მიწა, წყალი. ჰაერი. დავждეთ მაშინ ვიღას ველოდებით ვიღა. ვნახოთ ჭიათურელი ჯოკერი. ოხრაინა გაგმალ ხაზარებს იტყვი ხოლმე ან სამძიმარი იცოდი რამე
მადლობ თქვენს წინაშე იყო ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. და ბოლოს ჩვენს გამოსვლას დავასრულებ ჭიათურელი პოეტის სიტყვებით. ზდაროა ბიჭებს, ტუფლები გვიჭერს. შავი ოქრო მადლობა სუხთის ჭიათურის მერს ბატონ გივი მოდებაძეს გაწეული დახმარებისთვის. პირველი კონკურსი დასრულდა. ახლა ჯერი ჟიურის წევრებზეა. გთხოვთ რომ შეაფასოთ გუნდები. შეგახსენებთ რომ შეფასებისთვის მაქსიმალური ქულა არის 10. დავიწყეთ. ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. 9 10 9 9 9. ქუთაისის გუნდი ჯენზი თაობა. 9 10 9 9 9. მასპინძელი გუნდი თესეუ. 9 10 9 10 9. თბილისის გუნდი ათიკულა. 9 10 10 10 10. ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. 10 10 10 10 10. დიდი მადლობა ჟიურის შეფასებისთვის. სანამ პირველი კონკურსის ქულებს დაითვლიან, ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეულს ჩვენი პროექტის მხარდაჭერისთვის. და მადლობას ვუხდით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს გაწეული დახმარებისთვის. მაშასე პირველი კონკურსის შედეგები ასეთია. ჭირიმე 46 ქულა, ჯენზი თაობა 46 ქულა, თესეუ 47 ქულა, 10 ქულა 49 ქულა, შავი ოქრო 50 ქულა. მადლობა, შედეგები გავიგეთ, გუნდები უკვე მზად არიან მეორე კონკურსისთვის. შეგახსენებთ წესებს, ლიდერების კონკურსი. პირველ წრეზე გუნდები იწყებენ 2-2 ხუმრობით, შემდეგ კი აგრძელებენ თითო ხუმრობით. გუნდი, რომელიც პირველი დატოვებს, თამაშს იღებს 1 ქულას, მომდევნო 2 ქულას და ასე შემდეგ. გამარჯვებული გუნდი კი მიიღებს 5 ქულას. მადლობა ბაბი. მაშასე დავიწყოთ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო 2 ხუმრობა. სოციალური კვლევები დადგინდა რომ ჭიათურაში ჯენზი თაობა 2030 წელს გვეყოლება. მადლობა, მეორე ხუმრობა. ჭიათურის ლიმონადი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. უროდ რაღაცნაირი გლახადასალევია. მადლობა, მადლობა. 10 ქულა გისმენთ, 2 ხუმრობა. იოლოლე იჰი. აცხადებს ოპტიმისტი ცირკის მსახიობი დახურული ლომის ხახიდან. მადლობა, მადლობა. თესეუ გისმენთ, 2 ხუმრობა. ყურადღება, იყიდება TV პირველი ჟურნალისტი. გარბენი ჩამოყრილი არ არის. პროვოკაცია სახლი. მოყვება სატენიც. მადლობა თესეუ, მეორე ხუმრობა. ქელა ბარკალაია გიუნდაის და გონდას ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. მადლობა თესეუ, ჯენზი თაობა 2 ხუმრობა. ჯენზი თაობის ბავშვებს გუდიანი კაცის მაგივრად გურამ შეროზიათი აშინებენ. მადლობა, მეორე ხუმრობა. ჯენზი თაობის ბავშვები წინს კი არ ფურცლავენ, სკროლავენ. მადლობა, მადლობა. ჭირიმე გისმენთ, 2 ხუმრობა. ბავშვობაში ისეთი წყნარი და ბუნჩულა ბავშვი ყოფილი ვარ. ერთხელ მამაჩემს უთქვამს, ყურები ყوار დავაჭრა ცოტა რომ გაავდესო. მადლობა, მეორე ხუმრობა. წინასწარი გამოთვლებით რეიტინგში გირჩის პარტიას გირჩის მურავა უსწრებს. მადლობა, ჟიურის წევრებს თხოვთ მივიღოთ გადაწყვეტილება. მოგესალმებით, ჟიურის გადაწყვეტილებით თითო, ესე იგი ისვენებს ჭიათურა და ხარაგაული და თითო დამატებითი ხუმრობა 10 ქულა, თესეუ და ჯენზი თაობა. მადლობა, მაჩვი. თბილისი, გუნდი 10 ქულა, 1 ხუმრობა. ელეჰკეტე, მეკეტეკე, ჩეკერეკეტეკეტე, ოლო ხომო ჩუჩუ, კალამატა, მიკოტიკო. ზუსტად ასე მესმის, როცა მეუბნებიან. ელეჰკეტე, მეკეტეკე, ჩეკერეკეტეკეტე, ოლო ხომო ჩუჩუ, კალამატა, მიკოტიკო. მადლობა. მადლობა. თესეუ 1 ხუმრობა. გია სურამილაშვილს ყავს 2 პირადი დაცვა.
პირველი პირადი დაცვა გიას იცავს იმისგან, რომ მეორე პირადმა დაცვამ არ გალახოს. მადლობა თესეულ, ჯენზი თაობა გისმენთ? პლასტიკურ ქირურგს თვალები ტომ კრუზის აქვს, ტუჩები ბრედ პიტის, თმები დიკაპრიოსი და შვილი მაიც მეზობელს გავს. მადლობა, ჟიური გთხოვთ. მესამე მეოთხე თესეულ და ჯენზი თაობა ერთი დამატებითი მატჩი დაისვენენ. მადლობა, საჯარიმო ხუმრობა, თესეულ გისმენთ? ჩენზების ქორწილი სერიოზულ მესიჯობაში გადაიზარდა. მადლობა, ჯენზი თაობა გისმენთ? მე-7 კლასის დამრიგებელმა დავალებები მოითხოვა თემით, როგორ გავატარე ზაფხული. რამოდენიმე დავალების წაკითხვის შემდეგ მიხვდა რომ ფარდები უნდა დაკიდოს. მადლობა, ჟიური გთხოვთ. ჟიურის გადაწყვეტილებით ერთი ქულით გტოვებს ჯენზი თაობა. მადლობა. მადლობა. აბადეთ. გვაგრძელებთ ერთი ხუმრობა, შავი ოქრო. ჭიათურელი წინასწარმეტყველი პირდაპირ თბილისში დაიბადა. მადლობა, ჭიათურა, 10 ქულა. მაზოხისტი ცხენი მათრახსაც დაირწყამს. ჩოხსაც, ფიცარსაც და რას ხელ შემოყვებად მიდით არ დაინდოთ. მადლობა, 10 ქულა, თესეულ. ილია სულამანიძემ საგზაო წესები დაარღვია და ახლა მის მართვის მოწმობაზე 70 ქულა და 1 შიდოა დარჩენილი. მადლობა, უღრმესი მადლობა, გისმენთ ჭირიმე? ზეზე დამწვარს მაწონიშვილის ტყუილია. გუშინ 3 ბანკა შევჯამე და მაინც მეძვის გვერდები. ჟიური გთხოვთ? სამწუხაროდ მშვენიერესი და ულამაზესი ახალგაზრდა გოგონა თესეუდან გტოვებს. მადლობა. 2 ქულით. თესეუს კულისებში მიაქვს 2 ქულა და ჯელტმენი მაჩვი პირველად ნახევ. მადლობა, მაჩვი. ჩვენ კი ვაგრძელებთ და შავი ოქრო ერთი ხუმრობა. ჭიათურელი კამელეონი იდეალურად იმარება ყანაში. მართალია ყანა ჩავია და კამელეონის, მაგრამ ხო იმალება? მადლობა, 10 ქულა გისმენთ? გავიგე რომ კატის ნაკმენზე ჰიდროფეროლი ყოფილა გადასარევი და მართალია ნეტაუ. მადლობა, 10 ქულა, გისმენთ აბა ჭირიმე? მამაჩემ ადამარიგა, თბილისში ტოს თუ ვიტყვი, სვეცკად ჩაგვფლიანო. ანუ რა გამოდის? ორჯერ თუ ვიტყვი, ტოტოს კუტუნიო გამოდივარ. აბა გისმენთ ჟიური? სამივე გუნდი თითო საჯარიმო წრე. უღრმესი მადლობა. გისმენთ შავი ოქრო. ჭიათურელი კარატისი ტყუილ უბრალოდ გალახეს. რაღაცა უთქვი ამას და ისის ნასვამი ყოფილა. მადლობა, 10 ქულა გისმენთ? ეშმაკს არ ძინავს და თუ მივედი ახლა ჩავგუდავ ლოგენში, აცხადებს ლუციკო დეიდა. ჭირიმე? გუშინ მამაჩემი მთვრალი მევიდა და ძილში ისე ხრინავ და დილით ხვასო გონა გამოლეული. მადლობა. ჟიური გთხოვთ? მეგობრებო, მესმის რომ გულშემატკივრებს გინდათ ყველა თავისი გუნდის წარმომადგენელი იყოს გამარჯვებული, თუმცა ძალიან გვიჭირს ჩვენს. ანუ აქედან გამომდინარე და ესეთ გადავწყვიტეთ რომ ჭიათურა ისვენებს და თქვენ ორს შორის კიდევ ერთი დამატებითი ხუმრობა. მადლობა, ჟურის 10 ქულა გისმენთ ერთი ხუმრობა. ცრუმორწმუნე ეშმაკი სანამ რამე სიტყვის ჯერ ხეზია გაგუნებს. მადლობა. ჭირიმე გისმენთ? გუშინ Facebook-ში გამიტეხეს და თუ ვინმე მიცით, სიკვდილა წებოდი დაწებდება. რა ვქნათ? მოკლედ, ჩვენ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 3-3 ქულით გტოვებს ხარაგაული და ირაკლი, ანუ მაჩვი და 5 ქულა ჭიათურას, იმიტომ რომ ვერ გადავწყვიტეთ ამდენი ხუმრობებით, ვათქმევინეთ
4 არის მესვი, მაგრამ გადამარჯვებული ვერ გამოვავლინეთ და ხომ გვაქვს ამის უფლება. წინა თამაშშიც თქვენით. კი ბატონო, უბრალოდ უნდა დაგვიზუსტოთ 3-3 ქულით დატოვებენ თუ 4-4 3-3 ქულით, იმიტომ რომ მაშინ 4-ია გამარჯვებულზე. გასაგებია. კი ბატონო, ესე გადავწყვიტეთ ბევრი კამათის შემდეგ. იკითხოს ვინც კარგით, დიდი მადლობა მეორე კონკურსმა ასე ჩაიარა რთულად ჟიურისთვისაც. თუმცა ძალიან სახალისო იყო და ახლა გუნდებს ხო, სცენაზე გამოვბრძანდით. ყველას მოგესალმებით. მონაწილეებო, ვინც აფასებთ თქვენ ჟიური ხართ, მაყურებლებო. დიდი ხნის წინ მეც სცენაზე მიწევდა თამაში და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეხლა რო უყურებდი, ჩემი თავი წარმოვიდგინე ზუსტად როგორ შიგნით კულისებში როგორ ნერვიულობენ და რო გამოდიან და ყველას რო ღიმილი და კარგი სახე აქვს. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ ყველას. ვეტერან მოთამაშეებს და ახალბედებს ძალიან საინტერესო იყო. პატარებო, ბიჭებო, ძალიან მაგრები ხართ. არ ვიცი, წარმატებას გისურვებთ. მადლობა ნიკოშ, გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. პირველ რიგში ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, თქვენთან ვარ. პირველად ვარ ჟიურიში მართლა და ძალიან გამახალისე თითოეულ თქვენგანს. წარმატებას გისურვებთ, მაგრამ 10 ქულას მე გამოვყოფ. მადლობა ბიჭებო, ყველას დიდი მადლობა, მაგრამ მადლობა ჭიათურას და წარმატებები ყველას, უღმესი მადლობა. მადლობა დიას, უღმესი მადლობა ნიკოლოზ მახველაძე, იგივე ასტამ გისმენთ. მოგესალმებით ყველას. მოდით ეხლა მთელმა მაყურებელმა კარგი ტაში შემოწყოთ და დაუკრათ აი ამ გუნდებს, აი ამ ბავშვებს. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გუნდმა მოგაინჭათ სიამოვნება და ძალიან ბევრი იცნეთ მათ ხუმრობებზე. მადლობა ბავშვებო, კარგები ხართ, მართლა კარგები იყავით, კარგი დაზაბული თამაში იყო, ჯენზი კარგია. მართალია ნახევარი არ მესმის, მაგრამ მაინც კარგია. დავქნა. თესეო, მშვენიერი გოგოები არიან, დიდი მადლობა რომ ესე იხარჯებით და ესე გემრიელად და მართლა ქალურად და კარგად თამაშობთ რა. დიდი მადლობა. 10 ქულა. მე თქვენ გითხარით რა საბუთიც უნდა მოიტანოთ. აღარ გაგიშვათ მე. ხო. არა გაული, გემრიელი, კარგი გუნდი. კარგი იყავი ბიატლონზე. ყოჩახ, კაი ბიჭი ხარ. ჭიათურა. რაგი. მაგრები ხარ ბავშვებო, მართლა მაგრები ხარ და დიდი მადლობა. მადლობა ყველას. თათა გიორგობიანი გისმენთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ გჩუქნით ამდენ სახალისო და სასიამოვნო წუთს და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც დამეთანხმება ამაში და დარბაზიც. ძალიან ნიჭიერები ხართ და სხვათა შორის გადევნებთ თვალს და ვხედავ თუ როგორ იზრდებით ტურიდან ტურამდე. მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს და თუ ესე ცუდად არ გამომივა, გამოვყოფ შავ ოქროს ჭიათურის გუნდს და თბილისის 10 ქულას. თუმცა ყველა ხართ მართლაც უნიკალურად ნიჭიერი ბავშვები და წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა თათა ილია სულამანიძე გისმენთ. მოგესალმებით ყველას. სანამ შეფასებაზე გადავიდოდი, მინდა ცოტა ჩემო ემოციაც თქვა. წინა თამაშებზე ფიქრობდი, რომ მეტი უკეთესი რა უნდა მენახა, მეტი უკეთესი ხუმრობები რა უნდა მოხდარიყო, მაგრამ მინდა ამ თამაშზე ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ყველა გუნდის რა. ამის გარდა მე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო და რავი, შემდეგ გიორგისთან შევათანხმებ, როგორ იქ კი ტექნიკურ საკითხებს. ჩვენ ძიუდოში შეჯიბრების დროს გვაქვს ესეთი ჯილდო ხოლმე, საუკეთესო გდებისთვის აჯილდოვებენ ხოლმე ძიუდოისტებს, ესე ვთქვათ და ფინალურ თამაშში საუკეთესო ხუმრობის ავტორი ჟიური გადავწყვეტ და დაჯილდოვდება ჩემგან 500 ლარით რა. მადლობა. მოიცა. და არა ვიხსენებ, მე ხო არ მithქვია რამე ისეთ кайითქო. და რა თქმა უნდა, ჩემპიონ გუნდს მეც მინდა რომ რაღაც ჩემი წვლილი შევიტანო გარდა შეფასებისა და 1000 ლარი დაიმატება ჩემი მხრიდან. მადლობა. მადლობა ილია, უღრმესი მადლობა. კენე უღრმესი მადლობა ილია სულამანიძე. ბატონო გიორგი გისმენთ. მოეშვი ამ ბატონს გთხოვე მე შენ ბატონო ჯიმი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მაყურებელს რომ ესეთ კარგები იყავით. მადლობა გუნდებს და მადლობა ჟიურის წევრებს, წამყვანებს, რედაქტორებს და ილიას განსაკუთრებით მადლობა რომ ესეთი
კარგი რამ მოიფიქრა, თქვა რომ აი მინდა ჩემგანო, იმიტომ რომ ძალიან მოსწონს ეს თამაში და მადლობა რომ აი ესეთი წახალისება პლუს კიდე შენი მხრიდან იქნება გამარჯვებულისთვის და საუკეთესო ხუმრობის ავტორისთვის. ძალიან მაგარია ნამდვილად. ეხლა რაც შეეხება წინა ორ მეოთხედფინალზე არ გამიკეთებია დაწვრილებით შეფასება, ეხლა მინდა რომ თქვა საოცარი თამაში იყო, აი მართლა ძალიან მაგარი თამაში იყო. ხარაგაულს, ტრადიციულად იმერული, თბილი, საყვარელი, ახალგაზრდული, არაჩვეულებრივი გუნდი ხართ და მართლა უნიჭიერესები და ძალიან ვაფასებ, როგორი კარგებიც ხართ. ქუთაისის გუნდი ჯენზითაობა, ასევე საოცარი ახალგაზრდა ბავშვები და მიხარია რომ ქუთაის ყავს კიდევ ესეთი წარმომადგენლები, გარდა იმ კოლორიტული იუმორისა, რომელიც აქვს ჩვენ საყვარელ ქუთაისს, დაემატა რაღაცა ეს ახალი ჯენზური და ნაზავი საოცარი გამოდის და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. და კი, ქუთაისის ტორპედოს ფანი ვარ და ზოგადად ქართული ფეხბურთის და ქუთაისის ფანი ვარ, რა თქმა უნდა. თესეუს დიდი მადლობა, საოცარი. განსაკუთრებით გამოვყოფ, ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ აი გოგონები საოცრად მიხარია რომ ესე თამაშობთ, ესე ასპარეზობთ, ბრავო. ათიქულა ძალიან მაგარი გუნდია, რა ითქმის და ჭიათურა, რა ვიცი, საოცარი ახალგაზრდები, ბავშვები ჭიათურიდან ჩამოდიან, იგებენ და მიდიან ხოლმე რა, ესეთი ამბავია. დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ მოგზანებისთვის და ესეთ კარგი თამაშისთვის. უღრმესი მადლობა ჟიურის წევრებს, მადლობა გიორგი, მაგრამ აქ ცოტა რთულად გვაქვს საქმე. მას ასე საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება. ჯენზითაობა 47 ქულა. თესეუ 49 ქულა. ჭირიმე 49 ქულა. ათიქულა 52 ქულა, შავი ოქრო 55 ქულა. გულოცავთ ნახევარფინალში გადასვლას 10 ქულას და შავ ოქროს, თუმცა დამატებითი ბიატლონი გაიმართება თესეუსა და ჭირიმეს შორის. ბავშვებო, გისმენთ, ორ-ორი ხუმრობა. იწყებს თესეუ. თესეუს რექტორის ბატონი ჯაბა სამუშიას განცხადება ჟიურისთვის. ეს ბიატლონი სასაცილოა. მადლობა, მეორე ხუმრობა თუ შეიძლება? რა გული აქვს ჯიმის რა? იმ დღეს საცობში სასწრაფოს მანქანა გავატარეთ და მარტო ჯიმი გაყვა უკან მანქანას. ეთყობა ძალიან აინტერესებდა, ვინმეს რამე ხო არ უჭირსო? მადლობა თესეუ, უღრმესი მადლობა, ჭირიმე ორი ხუმრობა. ვაშჩი ჩაბუდებულმა მატმა ორთვიანი მარხვა დამარღვევი. წეხან გადამულ ავტობუსში მაგარი ხალი ავაგდე და მე დავჯექი. მადლობა. იმედია თესეუში კიდევ შემოგვიშვებენ, ჭირიმემ გაიმარჯვა ამ კონკურსში. მადლობა. დიდი მადლობა. ნახევარფინალში ასპარეზობას განაგრძობს ჭირიმე, მასთან ერთად ათიქულა და შავი ოქრო. შევხვდებით ჩვენ მომავალ შეხვედრამდე ემშვიდობებით.